5 სასტიკი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იკლებ წონაში. პირველი, კალორიების დეფიციტი. თუ არ ხარ კალორიულ დეფიციტში, ჩათვალე რომ სულ ტყუილა წვალობ, რადგან წონის კლება იწყება მაშინ, როდესაც იღებ იმაზე ნაკლებ კალორიას, ვიდრე ხარჯავ. მეორე, მუდმივი სტრესი. თუ შენ მუდმივად განიცდი სტრესს და ნერვიულობ იმაზე, რომ არ იცი რა ჭამო, შენ ვერ დაიკლებ წონაში. მესამე, არ სვამ საკმარის წყალს. წყალში არ გადის ალკოჰოლი, ტკბილი გაზიანი სასმელები და ბრჭყალებში ნატურალური წვენები, რადგან მათ აქვთ კალორიები და შაქარი. წყალს კი აქვს 0 კალორია. მეოთხე, ცუდი ხარისხის ძილი. შეგახსენებ, რომ ზრდის ჰორმონი არის იგივე ცხიმის წვის ჰორმონი, რომელიც ძილში გამომუშავდება. ამით რისი თქმა მინდა? თუ შენ იძინებ ღამის 12-ის შემდეგ, შენ გამოტოვებ ღრმა ძილის ფაზას და დიდი ალბათობით დილით ხარ მოთენთილი და დაღლილი. მეხუთე, არ ხარ ფიზიკურად აქტიური. ვარჯიში დაგეხმარება, რომ დაწვა უფრო მეტი კალორია. ის ასევე გაგიუმჯობესებს განწყობას, არ გია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ივარჯიშე დღეში მინიმუმ 15-20 წუთი, ან გაიარე 7000 ნაბიჯი მაინც. თუ გსურს დაიკლო წონაში და არ ელოდები სექტემბერს, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება.